წყლეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოების პირველი ნაწილი უახლოეს დღეებში დასრულდება და დაიწყება საყრდენი კედლის მშენებლობა. სამუშაოების ბოლო ეტაპზე გზის ერთ ზოლზე საავტომობილო მოძრაობაც შეიზღუდება. პროექტის მიმდინარეობას დღეს თბილისის მერი გაეცნო. უსაფრთხო გადაადგილებისთვის წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოს საწყისი ეტაპი დასრულებულია. მონაკვეთი, რომელიც ავტომობილებს გადაადგილებისას საფრთხეს უქმნიდა, გაწმენდილია. ამასთან გაკეთდა ტერასები და მოიხსნა ზედმეტი გრუნტი. დამონტაჟდა 836 ცალი ანკერი, რაც რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება. ერთ ფერდს ჰქონდა საშიშროება იმისა, რომ გარკვეულ მონაკვეთზე დაძრული იყო და დავიწყეთ გამაგრებითი სამუშაოები იმისთვის, რომ ყველანაირად უსაფრთხო იყოს. ანკერების უმეტესობის სამუშაოები შესრულებულია. ლეგოს ბლოკები, რომელიც არის განთავსებული გზის პირას, ეს ყველაფერი მოიხსნება და ჩაისხმება ბეტონის კედელი. აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გადაადგილება ყველანაირად იქნება უსაფრთხო და კომფორტული. ჯამში 950 ანკერის დამონტაჟების შემდეგ დაიწყება ხიმინჯოვანი კედლის გამაგრება. მოეწყობა 56 სვეტი, რომელსაც ნაგებობა დაეყრდნობა. ამ სამუშაოსთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 9 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. 3-4 დღეში ანკერების მოწყობას დასრულდება და სამუშაოები გაგრძელდება ხიმინჯოვანი კედლის მოსაწყობად. დასრულების შემდეგ ფერდი და მდებარე გზა, რა თქმა უნდა, იქნება სრულიად უსაფრთხო. ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესში ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. ფერდის გამაგრების სამუშაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება. სისტემატიურად მიმდინარეობდა ქვათაცვენა, მოეწყობა კაპიტალური რკინაბეტონის კედელი, იქ გადაადგილების პრობლემა და საშიშროება უსაფრთხოების მიმართულებით აღარ იქნება პროექტის დასრულების შემდეგ. ნაწილობრივად მოხდება გზის შეზღუდვა, ესე იგი დაახლოებით 1 თვის განმავლობაში შეიზღუდება მოძრაობა. წყნეთის გზატკეცილზე ინფრასტრუქტურული სამუშაო 2 თვეში დასრულდება.